თავისუფლად დეკემბრული ჯიპია საქართველოს ბრიგადის დეპარტამენტის მეთაურის. ბრიგადა ოპერაციას დასავლეთ მიმართულებას. შტაბი სამი დივიზიონის შეშე. დივიზიონ ბუქს. მას როაგია ფუტბოლდიაში. სცენარზე უკეთესი სიტუაცია. ჭანდელი გადამწვარი. ამის გამოსვლა მაინც ხო შეიძლება ხარ. სამი ოპერატორი ეს ადგილი არის სამ. თავისუფლად! ბრიგადის მეთაურის დეპარტამენტის გამარჯვებას. ბრიგადის ნან თავისუფლად ეხოდი. Სილი არის პირველ სამიზდამდე 700 მეტრი. შეუძლებელია ერთდროულად დაფარო მთელი ქვეყანა და ყველა პრობლემა ერთად მოაგვაროთ. ჩვენ ხედავთ, როდესაც დავდივართ ბაზიდან ბაზაზე პრობლემებს, რომელიც ძველია, საბჭოთა დროიდან დარჩენილია, პრობლემებს, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა და არ გამოსწორებულა 5 წლის წინ შეიქმნა, პრობლემებს, რომელიც დღევანდელობის პრობლემაა. ამიტომ ამ ხრივ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ უყურადღებობის ბრალი არ არის, უფულობის ბრალია. და ამ სეგმენტის მასიურობის, რასაც ვერ წდება არსებული ფინანსები. კოპიტნარში ნამდვილად ამძიმე მდგომარეობაა, თუმცა ის არ არის ერთადერთი სამწუხარო და სხვა ბაზებზეც ანალოგიური ან კიდევ უფრო ცუდი ვითარება შეიძლება ნახოთ. ახლა დღეს ქუთაისში მესამე ბრიგადაში ვიყავით ჩვენ ერთად და სამზარეულოში თქვენ აღარ გამოყვებით შიგნით კვების ბლოკში როდესაც შედიხართ, იქ ნახავთ რომ სრულიად შეუძლებელი და კატასტროფული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ პრიორიტეტია და პირველადი არის, რომ სწორედ მათ დავეხმაროთ და იქ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა. ან საწინააღმდეგო სწავლებაზე ვიყავით ჯერ, ეხლა თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ასეთი სწავლება. ეს ამოცანა ეს სწავლება სპეციალურად ჩვენთვის გაკეთდა, თქვენთვის უფრო სწორედ ჟურნალისტებისთვის, რომ გენახათ, ვთქვათ რა ტიპის სწავლებებში არიან ჩართულები ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები რეგულარულად. ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო ჩვენი ჯარისკაცების მზადყოფნის დონე მოსწრება პირველ რიგში ასეთი სწავლებებით და ისინი ბუნებრივია იღებენ შენიშვნებს, თუ კი ასეთი შენიშვნები არსებობს და უფრო აუმჯობესებენ საკუთარ ტექნიკას. ჩვენი ჯარი ყველა აღფრთოვანებულია და ამაში ორიგინალურები არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ამ ბიჭებს ერთადერთი რაც აკლიათ არის ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური ხელშეწყობა სრულყოფილი იმისაც, რომ მათი შესაძლებლობა იყოს მაქსიმალურად რეალიზებული იმ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რასაც 21 საუკუნე გვთავაზობს. საჰაერო თავდაცვის მოლაპარაკებებს რაც შეეხება, რა ვიცი, ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, იცით რომ ხელშეკრულება ხელმოწერილია. დღეს გავიდა მთავრობაზე უკვე ფინანსური ნაწილის დამტკიც და შესაბამისად გეგმით როგორც იყო გათვალისწინებული, დავიწყებთ შეძენებს. დაიწყება პირველი ეტაპი, ჩვენ მომავალ წლიდან დავიწყებთ უკვე გაგზავნას შესაბამისი კონტინგენტის ტრენინგებზე, სწავლებაზე. ეს არის პირველი ეტაპი. ასევე ფრანგები ჩამოვლენ საქართველოში მოსამზადებლად ჩვენების
და თანადამობით უკვე გავალთ ბოლოში. ხაობა ძველ ხელშეკრულებებსა და დღეს დადებულ ხელშეკრულების ვერსიებსა და იმას შორის, რასაც ხელი მოეწერა, თავარი ეს არის, რომ ჩვენ ამოცანას შევცვალეთ და ამოცანად დავისახეთ. თავდაცვის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ გენშტაბთან ერთად მათთან კონსულტაციით და მათ რჩევით, რომ ერთი სეგმენტი დაგვესრულებინა მთლიანად. შენ აძენი ასე ვთქვათ. ჩამოვა საქართველოში ერთი სეგმენტი, ანუ საჰაერო თავდაცვა იქნება მთლიანად შევსებული. ჩვენ დავინახავთ ყველაფერს, ხედვა გვექნება 100%-იანი და ასევე პირველი ეტაპი, ანუ პირველადი ეტაპი წინააღმდეგობის გაწევის გვექნება სრულყოფილი. დანარჩენი უკვე ბუნებრივია, რომ შემდგომი მოლაპარაკებების და ფინანსური შესაძლებლობების საქმეა. არის საკმაოდ ფართე და ღრმა გეგმები, რომელიც გულისხმობს საჰაერო თავდაცვის განვითარებას, რაც საშუალებას მოგცემს მნიშვნელოვნად დავამაღლოთ საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობა, ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ უშუალოდ პირადი შემადგენლობის მომზადებას, რომელიც სპეციალისტების მომზადებას, რომელიც უშუალოდ იმოქმედებენ საჰაერო თავდაცვაში. რაც შეეხება ამ აღნიშნულ სწავლებას, ტაქტიკურ სწავლებას, ძალიან მომეწონა უშუალოდ ამოცანის დასმა, გაყვანილი იქნა ყველა დეტალი შემსრულებლებამდე. შესაბამისად დანაყოფისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა ამოცანის შესრულება, სწორი გადაადგილება, სწორი განაწილება თავის ძალების, სწორი გადაწყვეტილების მიღება. შედეგი კარგი არის. აჩვენებს ყველაფერი ის, რაც ევალება აი ამ ზომის დანაყოფს.